გავშალოთ იოგას ხალიჩები. საერთაშორისო იოგას დღე მთელ ისრაელში აღინიშნება. ინდოეთის საელჩო მე-12 ყოველწლიურ დღესასწაულს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. წელს თემაა იოგა ჯანმრთელი დაბერებისთვის, რაც ხაზს უსვამს იოგას როლს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაში. დღესასწაულის მთავარი ღონისძიება კვირას თელ-ავივის სპორტში გაიმართება, სადაც მზის ჩასვლისას შეკრება და ხმელთაშუა ზღვის ხეზე 108 მზის მისაუმება ჩატარდება. ეხლა ჩემთან სტუდიაშია, რათა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს საილი ნარაიან მეტრე, ინდური კულტურის ცენტრის დირექტორი. საილი, მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ. აი 24 ნიუსის ინგლისურ სტუდიაში. შალომ, მადლობა. ნამასტე. კიდევ რას გვეტყვით საერთაშორისო იოგას დღეზე? რა ღონისძიებებს უნდა ველოდოთ კვირას? უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, სამათი ლიოტბოშუ. აქ ერთხელ უკვე ვიყავი. ეხლა კი თქვენს კითხვას მიუბრუნდები. ამ დროს, როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საელჩო აღნიშნავს იოგას საერთაშორისო დღის ღონისძიებებს ბეერშევასა და აშტოდში. ვაუ! ამავე კვირაში ჩვენ იერუსალიმში სპეციალური იოგას ღონისძიება ჩავატარეთ, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა ძველი ქალაქის კედლებთან და ერთად ვარჯიშობდით იოგაში. და ამ კვირაში, როგორც თქვენ თქვით, ფაქტობრივად თითქმის ყველაფერი თქვით, რასაც მე ვაპირებდი თქმას. მაგრამ ნება მომეცით დავამატორო კვირას 21 ივნის, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც იოგას საერთაშორისო დღე. ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი იოგას საერთაშორისო დღის შეკრება ისრაელში, თელ-ავივის სპორტში, სადაც თქვენ მოწვეული ხართ. და მე ვიწევ ყველა თქვენს მაყურებელს გთხოვთ, შემოგვიერთდეთ 21 ივნის. თქვენ ამბობთ, რომ ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორც ვიცი, ეს იყო პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდის ინიციატივა დაახლოებით 12 წლის წინ. დიახ, თქვენ მართალი ხართ. ასე რომ პატეცამულმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა მოდიმ გაეროში წამოაკენა წინადადება, რომ იოგა კაცობრიობისთვის საჩუქარია და ის უნდა ავინიშნოს მთელ მსოფლიოში. და 21 ივნისი მან წამოაკენა წინადადება, რომ ეს დღე აღინიშნოს როგორც იოგას საერთაშორისო დღე. და ამ ინიციატივას უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცვალა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ. და ეს მხოლოდ საერთაშორისო აღნიშვნის დღედ არ დარჩა. ის გადაიქცა გლობალურ მოძრაობად. და ეხლა 21 ივნის ასევე მის წინ და შემდეგაც ვხედავთ, რომ კონტინენტის მასშტაბით ადამიანები იოგას პრაქტიკას ეწევიან, ხალიჩებს შლიან და საკუთარ თავთან ერთიანდებიან. რას ნიშნავს ეს ინდური კულტურისთვის ისრაელში? როგორ ეხმარება ეს ინდური კულტურის პოპულარიზაციას ებრაულ სახელმწიფოში? ეს მართლაც კარგი კითხვაა. ნება მომეცით მოვიყვანო მაგალითი ისრაელის კვლევიდან, რომელიც ჩატარდა ჰილელ აფეს სამედიცინო ცენტრში, სადაც დაადგინეს, რომ ის მედდები და ექიმები, რომლებიც იოგას მისდევენ, სტრესს ბევრად უკეთ უმკლავდებიან, ვიდრე ისინი, ვინც იოგას რეგულარულად არ მისდევს. და ამ მედდებმა თქვეს, რომ ეს ფსიქოლოგიური რკინის გუმბათია ისრაელისთვის. ეს აჩვენებს თუ რამდენად არის იოგა ისრაელელების ცხოვრების ნაწილი. და ეს უფრო მეტად მაშინ გავიგე, როცა აქ ჩამოვედი და დავინახე, რომ პლაჟებზე, მკვდარ ზღვაზე, მასადაზე ყველგან ადამიანები იოგას ვარჯიშობენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ვქვი, რომ იოგას ფესვები ინდოეთში იღებს სათავეს. და როცა ვხვდები ისრაელელს, რომელიც იოგას ვარჯიშობს, ის კავშირი, რაც ამ ადამიანს ინდოეთთან აქვს, კიდევ უფრო ძლიერი და ღრმაა. როგორ მუშაობს ინდური კულტურის ცენტრი ამ კავშირების გასაფართოებლად წლის განმავლობაში? დიახ, ინდური კულტურის ცენტრი თელ-ავივში წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას აწვობს. მიხარია, რომ თქვენს აუდიტორიას უთხრა, რომ ჩვენ გვყავს ინდური ცეკვის მასწავლებელი და ინდური მუსიკის მასწავლებლები, რომლებიც სპეციალურად აქ არიან, რათა ასწავლონ ინდური კლასიკური კატაკის ცეკვა და ჰინდუსტანური მუსიკა. ამასთან ერთად, ჩვენ ასევე ვატარებთ რეგულარულ იოგას სესიებსა და ვორქშოპებს. ჩვენ ასევე მასპინძლობთ ისრაელელ ხელოვანებს, რადგან ბევრი ისრაელი იყო ინდოეთში, გაეცნო ინდურ ხელოვნებას და ახლა ისინი ავრცელებენ მას. ასე რომ, ისინი ჩვენი კულტურული ელჩებიც არიან. ამიტომ ჩვენ მათ ცენტრში ვმასპინძლობთ. ამასთან ერთად, ჩვენ ასევე მუშაობთ განათლების სფეროში. ჩვენ უთხოვთ ხელს ისრაელელებისთვის სტიპენდიების მოპოვებას, რათა ინდოეთში წავიდნენ და იქ ისწავლონ. საოცარია ყველაფერი, რასაც აკეთებთ. სილიაი, ვიცი რომ სხედვართ და მიკროფონები გვიკეთია. ასე რომ ცოტა რთულია, მაგრამ არის თუ არა რაიმე იოგას მოძრაობა, რომელიც შეგიძლია ახლავე მაჩვენო, რომ დაგვაწყნაროს და კვირისთვის მოგვამზადოს. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია და ეს ასევე გვაჩვენებს თუ რამდენად მარტივია პრაქტიკა და დაკავშირება.
რადგან დღის დასასრულია, მოდი ვივარჯიშოთ მარტივი სუნთქვის ვარჯიში. მას ანულომ ბილომი ქვია. შემომიერთდები, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, მხოლოდ დაახლოებით 30 წამი გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ? მოდით ნახოთ. ან მარჯვენა ხელი ასე? მარცხენა ხელი შეიძლება ასე იყოს. ასე რომ ჩაისუნთქეთ, ერთი ცერი აქ დადეთ. დაახურეთ ნესტო. ამოისუნთქეთ. დაახურეთ ნესტო. ამოისუნთქეთ მეორედან. მეორე ნესტო. იმედია, ჩვენი მაყურებლებიც ჩვენთან ერთად აკეთებენ ამას და სასიამოვნოდ ამოისუნთქეს, რადგან ჩვენი ეთერი სრულდება. საილი, უკვე უფრო მოდუნებული ვარ. მადლობა, რომ სტუდიაში ჩემთან ერთად იყავი. და კიდევ ერთხელ მოვიწოდით თქვენს მთელ აუდიტორიას იოგას ღონისძიებაზე. გმადლობთ, ვიმედოვნოთ, რომ ისინი მოვლენ. ეს იყო The Rundown-ის ბოლო გამოშვება. მადლობა, რომ ამ საღამოს 24 News-ზე ჩემთან ერთად იყავით.